Salmat მეგობრებო. განვიხილოთ ის პლანეტარული ასპექტები, რაც გვაქვს ეს პერიოდი და რა გავლენაც ექნება ამას ჩვენზე. პალო სანტო წმინდა ხეთს, რა თქმა უნდა, ენერგიის გასაწმენდად. და მეგობრებო, ხვალ გვაქვს ძალიან ძლიერი ნახამთვარეობა, ამაზე აუცილებლად კომენტარი უნდა გავაკეთოთ და უნდა ვისაუბროთ, რატომ ძალიან ძლიერი. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ 9 ივნისიდან უკვე იუპიტერი წარმატების და გაფართოების პლანეტა, იღბლის პლანეტა შევიდა კირჩხებში და უკვე მეგობრებო, მზეც გვაქვს კირჩხებში. და მაშინ სადამე შეიქმნა ზუსტი გრადუსული შეერთება მზე იუპიტერის. რას ნიშნავს ახლა ეს კირჩხიბებისთვის? ძალიან იღბლიანი პერიოდია. და ვისაც პირად რუკაში აქვს იუპიტერი კირჩხიბში, შეამოწმეთ თქვენი ნატალური რუკა, შეამოწმეთ გაქვთ თუ არა იუპიტერი კირჩხიბში, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად იღბლიანი ასპექტია ახლა, ვისაც კირჩხიბის გავლენა აქვს პირად რუკაში. ვენერა, მარსი, მთვარე, მზე, მერკური, ასცენდენტი, ნებისმიერი ეს წერტილი თქვენს პირად რუკაში თუ გაქვთ კირჩხიბში, ძალიან იღბლიანი პერიოდია ახლა თქვენთვის. კირჩხიბებო, გილოცავთ წინასწარ დაბადების დღეს, ზოგს მოგვიანებით და ამავდროულად უკვე არა მხოლოდ იუპიტერი შევიდა კირჩხიბში ერთი წრით, არამედ მზე იუპიტერის შეერთებაც გვაქვს ეს პერიოდი კირჩხიბში და კირჩხიბებისთვის ძალიან იღბლიანი პერიოდია. არ ვიცი. მართლაც რაიმე საქმის დაწყება თუ გინდოდათ კირჩხიბებო, ან ვისაც ვენერა გაქვთ კირჩხიბში მით უმეტეს, ფინანსების და პირადი ურთიერთობების პლანეტაა, ხო? ძალიან იღბლიანი პერიოდი ახლა. და რატომ საუბრობთ, რომ ეს არის განსაკუთრებული ახალმთვარეობა? 25 ივნისს გვექნება ახალმთვარეობა, რა თქმა უნდა კირჩხიბის ნიშანში და ჩვენ ვიცით, რომ მზე და მთვარე რომ ერთ ნიშანში დგება და 25 ივნისს იქნება მზე და მთვარე ორივე კირჩხიბში პლუს შეერთებაში იუპიტერთან, რომელიც არის წარმატების და გაფართოების და იღბლის პლანეტა. კეთილი მნათობია იუპიტერი ასტროლოგიაში. შესაბამისად, თქვენ გაქვთ საშუალება, არა მხოლოდ კირჩხიბებს ეხება, ეს ყველა ადამიანს ეხება, თუმცა რა თქმა უნდა, განსაკუთრებით კირჩხიბებისთვის არის ძალიან იღბლიანი დღე, განსაკუთრებით და ვისაც პირად რუკაში აქვს კირჩხიბის გავლენა, ხო? რას ვაკეთებთ? აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილი, შეგძლიათ ილოცოთ და უშუათ, ხო? გააკეთეთ მანიფესტაციური ტექნიკა. რატომ? იმიტომ რომ სადაც იუპიტერია, იქ არის სურვილების ასრულება, იქ არის იღბალი, იქ არის გაფართოება, წარმატება. მასშტაბს ყოველთვის ზრდის იუპიტერი. შესაბამისად, მზე იუპიტერის შეერთება რო გვაქვს და მთვარე იუპიტერის შეერთებაც რო გვექნება, ეს იდეალური პერიოდია იმისთვის, რომ თქვენ ჩაიფიქროთ სურვილები და დიდი შანსია, რომ მოიზიდოთ ის, რაც გინდათ თქვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს არის ძალიან იღბლიანი პერიოდი. განსაკუთრებით კირჩხიბებს გამოვყოფთ, რა თქმა უნდა, აქ და ზოგადად წყლის ნიშნებს, ხო? მორიელი თევზები, კირჩხიბი, ხო? აი წყლის ნიშნებს განსაკუთრებით გამოვყოფთ. თუმცა რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს, ხო? ყველა ადამიანს. ამიტომ 25 ივნისი ჩავინიშნოთ, მთელი დღე გაქვთ ამისთვის, აღამის 12 საათამდე, რომ ჩაიფიქროთ სურვილი, გააკეთოთ მანიფესტაციური ტექნიკა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი დღეა. ვიმეორებ, სადაც იუპიტერია, იქ არის სურვილების ასრულება, იღბალი, წარმატება, ჰორიზონტების გაფართოება და ყველაფერი კარგი მეგობრებო, იმიტომ რომ იუპიტერი ნამდვილად არის კეთილი მნათობი. და ზუსტადაც რომ ეს იღბალი, სიკეთე, ეს პოზიტივი, ეს ოპტიმიზმი, რაც მოაქვს ამ პლანეტას, ახლა ყველას განსაკუთრებით ვჭირდება, იმიტომ რომ არ ვართ მარტივ პერიოდში და ეს რა თქმა უნდა ცხადია, ხო? ბოლო თუნდაც პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. თუმცა მე ამაზე რა თქმა უნდა ჩემს გამომწარებს ვაფრთხილებდი ჯერ კიდევ წინა წელს, რომ ასე იქნება თქო. 2025 წელს. ფაქტით სახეზია. ნამდვილად ფაქტი სახეზია. მე თან კომპიუტერით ვარ მეგობრებო შემოსული იმისთვის, რომ ნახოთ თქვენი კომენტარები.
საკმაოდ სერიოზული ასპექტებია, მეგობრებო, დეპრესიის და შფოთის მომტანი, ხო? კერძოდ მერკური პლუტონის დაპირისპირება გვაქვს ახლა, რამაც იცის, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიური აკვიატებული შფოთიანი აზრები, ამავდროულად მარსი ურანის დაპირისპირება გვაქვს, ხო? ანუ სპონტანური აფეთქებები და ეს აგრესიული კონფლიქტური ფონი, აი არ საიდან რომ წარმოიქმნება ესეთი ეს დაპირისპირება. ზუსტადაც რომ აი ასეთი პერიოდი გვაქვს ახლა, ხო, მეგობრებო და ნუ კარგია რომ თავი შევიკავოთ, ცოტა ეს ძენში ვიყოთ, მშვიდად ვიყოთ. ხო, იმიტომ რომ ვართ ინფორმირებულები რომ არის ასეთი სპონტანური კონფლიქტების წამოწყების პერიოდი, ზუსტადაც რომ აი მარსი ურანის დაპირისპირების გამო შესაბამისად შეიარაღებულები ხართ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, არის ცოტა დეპრესიული ფონიც, ეს მზე ნეპტუნის დაპირისპირება, თუმცა ამან იცის, რა თქმა უნდა, გარკვეული შემოქმედებითი საწყისების წინ წამოსვლა, ინტუიციის გააქტიურება და დააკვირდეთ აუცილებლად თქვენს სიზმრებსაც ამ პერიოდის განმავლობაში. თან, რა თქმა უნდა, სატურნი ნეპტუნის შეერთება გვაქვს ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში და აი სიზმრებს იქნება სერიოზული გავლენა ჩვენს ბედზე, იმიტომ რომ სადაც ნეპტუნის შეერთება, იქ ყოველთვის სიზმრები და არაცნობიერი და ეს სპირიტუალიზმი მოდის წინა პლანზე, ხო? ამიტომ მიენდეთ მეტად თქვენს ინტუიციას და რა თქმა უნდა, ისწავლეთ თქვენი არაცნობიერის გაშიფრვა. რატომ? იმიტომ რომ ეს ნეპტუნი გვაძლევს ინფორმაციას, ამ შემთხვევაში კოსმოსი გვაძლევს ინფორმაციას არაცნობიერიდან, ხო? და ნეპტუნი არის კავშირში კოსმოსთან, ხო? არის კავშირში ზეციურ ძალებთან, კოსმოსთან, მისტიური პლანეტა. შესაბამისად, სამყარო ჩვენ გვეკონტაქტება სიზმრების მეშვეობით თუნდაც. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს გავშიფროთ. ვისწავლოთ მუშაობა ჩვენს არაცნობიერთან. ისრაელი-ირანის ომი. ისრაელი-ირანის ომი. ნუ ის რომ 2025 წელს ომების წელია საერთოდ და არაერთი ომი იქნება თქო და იქნება გაფართოება უკვე არსებული კონფლიქტების თუნდაც მე ამაზე ვსაუბრობდი თუნდაც წლის დასაწყისში. ამიტომ მეგობრებო, რთულია ვთქვათ, რომ ეს ომი ახლა დამთავრდება. არა, პირიქით, მასშტაბები გაიზრდება ეს პერიოდი. ამის მაჩვენებლები არის და რომ მეკითხებიან ხოლმე არის თუ არა მესამე მსოფლიო ომის საშიშროება. დიახ, არის. ამას ვამბობდი ჯერ კიდევ წინა წელს, რომ არის საშიშროება. იმიტომ რომ თვითონ ცხრიანი ციფრი რას ნიშნავს? ეს არის მარსი, ეს არის ომი, ეს არის ბრძოლა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი თუნდაც აი ამ დაპირისპირებაზე, ხო, რაც არის ახლა ისრაელს და ირანს შორის და ამერიკას ჩაერთო, ეს რეალურად მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე, ასე ვთქვათ, მზადდება ნიადაგი ამ დაპირისპირების, მეგობრებო, და უბრალოდ გველის წელში და აი ამ ცხრიანის წელში ის აფეთქება ხდება, რაც უკვე ამ შემთხვევაში დიდი ხანია თითქოს და უნდა მომხდარიყო და ჩვენ ყველამ ეს ვიცოდით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, რომ პლანეტაზე კიდევ არის ომები, კიდევ არის ეს დაპირისპირებების სამხედრო, მაგრამ რას ვიზამთ, ჯერჯერობით არ არის კაცობრიობის ცნობიერი იმ დონეზე ასული სულიერად მთლიანობაში კოლექტიურად, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდეს ეს ომები და შევძლოთ გარკვეული თუნდაც იმ გენეტიკური წყენების დამუშავება დიპლომატიით და არა ერთმანეთის დაბომბვით სამწუხაროდ. და დიახ, კითხვაზე იქნება თუ არა სხვა ომების წელს, ვამბობ, აუცილებლად იქნება სხვა ომებიც. იმიტომ რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, მეგობრებო. 2025 წელი კიდევ ბევრი რამით გაგვაოცებს, მეგობრებო. ეს ჯერ კიდევ არაფერია, ნამდვილად. ეს ჯერ კიდევ არაფერია, მეგობრებო. ეს ჯერ კიდევ არაფერია ნამდვილად. რაღაცა ეკრანი გამიშავდა, ჩანვარ, ხო? მეგობრებო, დამიწერეთ, ხო, ჩანვარ. ეკრანი. ძალიან მიჭედავს ეს ბოლო პერიოდი. არა და ჯერ არ არის, მეგობრებო, მერკურის რეტროგრადულობა, მაგრამ მაინც.
როდის დაწყარდება მსოფლიო? ნუ წელს ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ დაწყარდება, იმიტომ რომ ძალიან აგრესიული ტრანზიტებია მეგობრებო. ამიტომ როგორც უკვე ვთქვი, არაერთი კონფლიქტი ისევ არის მოსალნელი. კი, ჩამოვარ, კიდევ კარგი. ხო, აი ჩემთაც გასწორდა ახლა. აჰა, კომპიუტერით ხედავ ჩემ თავს, ტელეფონით ვერ ხედავდი, ახლა ვხედავ. კი ბატონო. ვიცი ახლა შემოხვედით 25 ივნისს, უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, მეგობრებო. უძლიერესი მანიფესტაციის დღეა ყველასთვის. და ზოგადად ეს იუპიტერის და მზის და მთვარის შეერთება კირჩხებში რას მოგცემს? ხო, ვისაც გინდათ დაუშვათ დაოჯახება, ვისაც გინდათ თქვენი ბავშვობის ოცნებების ასრულება, ამისთვის იდეალური ტრანზიტებია. იდეალური. რეალურად, იმიტომ რომ კირჩხიბი არის კავშირში ჩვენს არაცნობიერ პროცესებთან, კირჩხიბი არის კავშირში ჩვენს ბავშვობის ოცნებებთან, სურვილებთან, ოჯახთან, ხო, ნუ შვილებთან თუნდაც, ხო, ოჯახთან და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თქვენი ეს inner child, ანუ ეს თქვენი შინაგანი ბავშვი მაქსიმალურად შეგიძლიათ გაახაროთ 25 ივნისს, ხო? აი ჩაიფიქროთ ის, რაც გინდოდათ ბავშვობიდან დაგვუშვათ, ხო? იმიტომ რომ აი ზუსტადაც რომ აი კირჩხიბს და კირჩხიბის თანავარსკვლავედს აი უყვარს ეს. როდესაც ადამიანი არის მაქსიმალურად ბავშვური და ზუსტად ისეთი როგორიც არის, ხო? რეალურად. ამიტომ არანაირი სერიოზულობა, აი მიენდეთ თქვენს ემოციებს, მაქსიმალურად გამოუშვით ეს თქვენი შინაგანი ბავშვი 25 ივნისს. იმიტომ რომ ამისთვის გვაქვს ანუ ეს ტრანზიტები და რაც უფრო გულწრფელად ჩაიფიქრებთ, ხო და ამ თქვენს შინაგან ბავშვს გაახარებთ, მით უფრო ახდება თქვენი სურვილები. ამიტომ ეს ყველამ გავითვალისწინოთ, ეს არ ეხება მხოლოდ კირჩხიბებს, ეს ყველას ეხება. მორილებზე რაც გვეტყვითო, ხო, გვაქვს უკვე ლილიტის შავ მთვარის ტრანზიტი მორილში. რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანია მორიელებმა დაამუშავონ აი ის თავისი შფოთიანი მხარე, ის მხარე, რომელსაც უნდა ყველაფრის გაკონტროლება და ასე შემდეგ, ხო? აი ეს კონტროლის მექანიზმები ცოტა კარგი რომ დავაბალანსოთ ამ პერიოდის განმავლობაში. ხა მორილებზე ვსაუბრობ, ხო? მზით და ვისაც სხვა პლანეტები აქვს კიდე მორილში, რა თქმა უნდა, ისინი იგრძნობენ აი ამ შავი მთვარის ტრანზიტს მორილში, რაც გვაქვს. მარტის ბოლოს შევიდა 9 თვით. მერე გადავა მშვილდოსანში და ასე შემდეგ. ამიტომ მორიელებო, თუ გინდათ მარტივად ჩაიაროთ ეს პერიოდი, ხო? დეკემბრამდე გვაქვს ეს ტრანზიტი, ხო? მნიშვნელოვანია რომ იმუშაოთ თქვენს არაცნობიერზე და თქვენს იმ ჩრდილოვან მხარეზე, რომელიც რეალურად თქვენს გახრჩობთ. შემოდგომაზე ყველაზე რთული პერიოდი იწყება, ვგულისხმობ დაბნელებასაც. ხო, საინტერესო კითხვაა. დიახ, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იქნება მარტივი შემოდგომა, ნუ სექტემბერი, ხო, 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩასვლით გვაქვს დაბნელებების კორიდორი. ნუ ეს წინასწარ შემიძლია ვთქვა. მერე კიდევ უფრო ცლად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ამაზე. რა ხდება დაბნელებების დროს? ნუ პირველ რიგში გავიხსენოთ მარტის თვე, როგორი აპოკალიფსური იყო ბევრისთვის და ბევრი მწერდით, რომ მარიამ მართლაც როგორ ახდაო თქვენი პროგნოზიო, რომ საოცრებები ხდება ჩემ ცხოვრებაში, რომ მარტში გქონდა დაბნელებები და ეხლა ზუსტადაც რომ აი იმ დაბნელებების ასე ვთქვათ გაგრძელება იქნება სექტემბერში. კი, სექტემბერი უმჯობესია რომ არ დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი სექტემბრის თვეში. უმჯობესია, თუ შეგიძლიათ გადადება. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ძალიან საბედისწერო პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებზეც აქვს ხოლმე პირდაპირი გავლენა, რა თქმა უნდა, დაბნელებებს. რამდენი ხანი გრძელდება დაბნელებებზე თუ საუბრობთ, დაახლოებით ესე ორკვირიანი პერიოდია დაბნელებების კორიდორი, მაგრამ დაბნელებებს უკვე შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში დაბნელებების ენერგიას აქვს ხოლმე გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთგვარი კატალიზატორი პერიოდი. რას გვეტყვით და დაბნელებებზე მეგობრებო, ჯერ ადრეა საუბარი დაბნელებებამდე, ჯერ ის ასპექტები გვაქვს გადასატანი, რაც გვაქვს, ხო, ცისკაბადონზე ახლა. ეს შფოთიანი აზრები, ეს მერკური პლუტონის დაპირისპირება, რაც ვთქვი, ხო, ეს უეცარი აგრესიულობა, ეს დეპრესიულობა, ხო, ეს ყველაფერი რაც ვახსენე, ჯერ ეს ჩავიაროთ და მერე დაბნელებებზე ვისაუბროთ უფრო ცლად.
საქართველოზე ბევრი კითხვა მოდის, მეგობრებო, საქართველოზე მე იმდენი პროგნოზი მაქვს ჩაწერილი, რამდენიც არ ვიცი ვის აქვს კიდე ჩაწერილი საქართველოს პროგნოზი და შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი, პრინციპში რაც იქ ვთქვი, ის ხდება. და აქ მნიშვნელოვანია ის აღნიშნოთ, რომ საქართველოს მდგომარეობა ცალკეულად მსოფლიოს მდგომარეობაზეა პირდაპირ მიბმული და ესეც უნდა გავითვალისწინოთ ახლა. მზით რომ ერწყმული ხარ 10 მორიელი და 4 პლანეტა მორიელში ყავს, რა პროგნოზნა უსნა მორიელის თუ მერწყმული. მორიელ წყულის. არა, აქ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა, ახლა მორიელის ტენდენციებიც არის თქვენში, ესე იგი და მერწყულიზაც. ამიტომ უნდა უსმინოთ, როგორც მორიელზე დაუშვათ, აი რა ტენდენციები გვაქვს. ახლა შავი მთვარია მორიელში და თქვენზე იქნება ამას გავლენა, ამავდროულად მერწყულზეც, იმიტომ რომ მზით მერწყული ხართ, მაგრამ თუ გაინტერესებთ ნამდვილი პროგნოზი, ეგ ტრანზიტებია საჭირო, ხო? რაც დგებათ თქვენზე ინდივიდუალურად. ანუ დგება თქვენი დაბადების თარიღით და წლით და საათით ინდივიდუალური პროგნოსტიკა. ეს არის ყველაზე ნაკლი. იუპიტერი კირჩხიბში მაქვს რას ველოდო, ბევრ სიხარულს და გაფართოებას, რა თქმა უნდა, პერსონალური ტრანზიტებიც თუ დადებითია ამ იუპიტერის. დადებით ტრანზიტებს თუ გვაძლევს. თუ ნეგატიურ ტრანზიტებს გვაძლევს, ცოტა იმედგაცრუებებით შეიძლება მოიტანოს. ეს ინდივიდუალურია, თუმცა კარგია მაინც იუპიტერი რომ უბრუნდება ადამიანს, ითვლება რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი პერიოდი მის ცხოვრებაში. ამიტომ საბოლოო ჯამში იუპიტერი მაინც უფრო დადებითისკენ იხრება ხოლმე. ანუ უფრო მეტი დადებითი მოაქვს, ვიდრე ნეგატიური როგორც წესია ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა რა თქმა უნდა, კარგია რომ ყველა დეტალი გავითვალისწინოთ. აი, კერძოდ დავუშვათ რომელ სახშია ტრანზიტულად ეს იუპიტერი. ეხლა მერვე სახში თუ არის, ცოტა კრიზისებსაც მოიტანს. კიდევ კვადრატები თუ აქვს, ხო შეიძლება იმედგაცრუებებიც მოიტანოს ამ ყველაფერთან ერთად. ამიტომ ძალიან ისეთი ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ამ შემთხვევაში. დაჩიუს, თქვენ იუმორინაში ხوار გამოდიხართ შემთხვევით. სტენდაპ შოუ ხوار გაქვთ. თუ არა გველის მწერშია. გველის მჭერი. მეგობრებო, აი გველის მჭერზე უნდა ვთქვა რა. ასტროლოგები არ ვაღიარებთ გველის მჭერს, ეს არის ის, რაც შემოაგდო NASA-მ წლების წინ, მასებმა აიტაცეს, მაგრამ ასტროლოგიაში არ აქვს გავლენა, არანაირი გველის მჭერი და მე-13 ზოდიაქო არ არსებობს. ჩვენი გალაქტიკა, ანუ ეზოთერიკაც რო ჩავთოთ, 12 ციფრიან სისტემაზე მუშაობს, 12 თვე, 12 ზოდიაქო და იესოსაც პრინციპში აი 12 მოციქული, ხო? 12 ციფრი 12, ჯერჯერობით აქ ვართ, ხო? როცა გადავალთ აი მე-6 და მე-7 განზომილებაში და იქნება სხვა სისტემები, მაშინ შემოვა უკვე მე-13 თვეც იქნება ჩაკრებიც, ну, გაიხსნება ხალხს პრინციპში, მაგრამ ეს ძალიან ისეთი ასე ვთქვათ, საკითხია, რაც შეიძლება ჩვენ ვერც მოვესწროთ ამას საერთოდ, ხო? და ვერც ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ეს ძალიან ისეთი პერსპექტივაა შორეული კაცობრიობის, რაც ან იქნება, ან არა. თუმცა მაგაზე საუბარი, რა თქმა უნდა, დიდი ხანი არის, ხო? ერთგვარი კონსპირაციული თეორია, რომ ეს გველოდება. ამიტომაც არანაირი გველის მჭერი ასტროლოგთან ჯობია რომ არ ახსენოთ. ეს არ ვაღიარებთ ჩვენ ამას, ხო? არის 12 ზოდიაქო და გაქვთ ამ 12 ზოდიაქოდან ყველას გავლენა პლუს მინუს. ხო? რაღაც პლანეტები გარკვეულ ზოდიაქოს ნიშნებში არის. ლამაზი ხართ, მადლობა.
კი ბატონო. ქორწილის საუკეთესო პერიოდი წელს როდესაც. იცით, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. Ну, რა თქმა უნდა, ეხლა გამორიცხვის მეთოდი რო ჩავთოთ, ჯობია რომ აი მერკურის რეტროგრადულობა რომ არის დაუშვათ, ან რომ არის დაბნელებები მაგ პერიოდში არ მოხდეს დაოჯახება, ხო? იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღია. ამავდროულად ეს ძალიან ინდივიდუალურია, ხო? ანუ უმჯობესია რომ ინდივიდუალურად გამოითვალოს ყველა ინდივიდზე, რომ აი ვენერას და იუპიტერის დადებითი ტრანზიტები იყოს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ადამიანს უნდა რომ დაოჯახდეს და უმჯობესია რომ ორივე პარტნიორს, აი მაგალითად როგორ ხდება კონსულტაციაზე რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ აი მარიამ, მე და ჩემი პარტნიორი ვქმნით ოჯახს, აი გამოვთვალოთ რა პერიოდია კარგი. ორივესთვის ისეთ დღეებს ვაჯენ ტრანზიტებით, რომ ორივესთვის დადებითი გამოვიდეს. ეს საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ხანდახან ხდება, რომ ერთისთვის იდეალური ტრანზიტი ჯდება ამ დღეზე, მეორესთვის პირიქით ნეგატიური და უნდა დაამთხვიო ისეთი კარგი პერიოდი გამოთვალო, რომ ორივესთვის იყოს ძალიან დადებითი. და შეიძლება საათებიც დამჭირდეს მაგის თვლაზე. ამიტომ ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია და თუ გამოთვლა გსურთ, უნდა მოგწეროთ პირადში და კონსულტაციაზეც განიხილება ეს პრინციპში. მარტის დაბნელებები ფინანსაზე შემდგომის განმარტება იგივენაირად. ხო, ну საინტერესო კითხვაა, რა თქმა უნდა, ბევრმა ძალიან რთულად გადაიტანა ეს მარტის დაბნელებები. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ასევე ეს მომენტიც, რომ შეიძლება ტრანზიტების მძიმე დაგიჯდათ და ამიტომ გქონდათ მძიმე. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გამოვთვალოთ უკვე ეს დაბნელებები როგორი იქნება თქვენთვის. ახლა მარტის დაბნელებებში გქონდა გაზაფხულზე, ანუ გადავიდა მზე თევზებიდან ვერტში. ეხლა გვექნება უკვე სხვა სცენარი, ხო, მზე ქალწულში და ქალწულიდან სასტურში რო გადადის. ამიტომ სხვა ტენდენციები იქნება უფრო თქვენთვის, ხო, და ეს ინდივიდუალურად უნდა გამოითვალოს, ხო? თუმცა რა თქმა უნდა, ყოველთვის დაბნელება მაინც არ არის მარტივი პერიოდი, რა თქმა უნდა. ანუ ეს ფსიქოემოციური ფონი არის გამწვავებული როგორც წესი, მაგრამ ყველა დაბნელება თქვენთვის იქნება ინდივიდუალური, იმიტომ რომ ეს დაბნელება შეეხება ინდივიდუალურ სახლებს, ანუ ასტროლოგიურ სახლებს. ხო, მეგობრებო, გარკვეულ პლანეტარულ ცვლილებებზეც უნდა ვისაუბროთ, ესე იგი 25 ივნისის ახალთვარებაზე უკვე ვისაუბრე. და ეხლა უნდა ვისაუბროთ რა პლანეტარული ცვლილებები გვაქვს, ხო? რა თქმა უნდა, მზე შევიდა კირჩხებში და კირჩხებისთვის კარგი პერიოდი დაიწყო, ამავდროულად ენერგიის დაქვეითების პერიოდი აქვთ ეხლა ორ ნიშანს, ლომებს და თხის რქებს, ხო? ამიტომ ეს გავითვალისწინოთ, ჯობია რომ მეტი დაისვენონ ამ ნიშნებმა. ამავდროულად გვაქვს მარსის ზოდიაქოს ნიშნის ცვლილება, ესე იგი მარსი შევიდა ქალწულში და ვისაც პირადრუკაში აქვს მარსი ქალწულში, მათ დაიწყოთ საკმაოდ აქტიური პერიოდი, საქმიანობაც აქტიური პერიოდი და ქალწულებისთვის ძალიან აქტიური პერიოდია, თუმცა მატულობს ხოლმე ქალწულებში, როდესაც მარსი შედის ქალწულში, ერთგვარი კონფლიქტურობა. ამიტომ კარგია ამ ენერგიების სუბლიმირება სპორტში. კარგია რომ
არ გამოვლინდეს ეს მარსიანული ბრძოლის ენერგიები ნეგატიურად, ჩვენ წავიდეთ და ეს ენერგიები დავაბალანსოთ, ხო, დავუშვათ სპორტით. ამიტომ ესეც გავითვალისწინოთ, ხო, და რა თქმა უნდა ეს მარსის ტრანზიტი ქალწულში ყველა ადამიანზე რაღაც მხრივ იმოქმედებს ისე, რომ გავხდებით უფრო დეტალებზე ორიენტირებულები. შეიძლება ცოტა წუნიებით, აი წინა პერიოდში მარსი ლომში რო გქონდა, ყველა თუ გახდა ცოტა ამაყი და ქედმაღალიც მომენტებში და ცოტა ეგოისტი. და მეტი ყურადღება მოგვინდა წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს შეინიშნებოდა. ეხლა გავხდებით უფრო წუნიები, უფრო კრიტიკულები და რაღაც მხრივ უფრო საქმიანებიც კი. ეს ახასიათებს, რა თქმა უნდა, მარსი ქალწულს. ამიტომ კარგი რომ ეს გავითვალისწინოთ. მეგობრებო, ვისაც გინდათ ჩაწერა 1 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე, გვაქვს ამ დღეებში ადგილები ონლაინ კონსულტაციაზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ. ჩართვები გვაქვს ხოლმე ძირითადად WhatsApp-ით ან Google Meet-ით და Zoom-ით. შეგვიძლია გავაკეთოთ ან 1 საათიანი, ან 2 საათიანი და გქონია 3 საათიანი ჩართვებიც, თუ დავუშვათ ბევრი საკითხის განხილვა გინდათ, უბრალოდ წინასწარ ხდება შეთანხმება. მეგობრებო და სულ რაღაც ერთ კვირაში მორჩება ჩვენი ფასდაკლება, ან 40%-მდე ფასდაკლება გვაქვს ყველა სერვისზე და ერთ კვირაში დასრულდება ეს აქცია. ყველა სერვისია ახლა ეს, ანუ ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, კალენდარი, 1 საათიანი ონლაინ კონსულტაცია, სინასტრიანი თავსებადობა, მოკლედ ყველაფერზე გვაქვს ახლა ფასდაკლება და თუ გინდათ სერვისების ჩამონათვალი თავის ფასდაკლებული ფასებით, მოგწერეთ პირადში და ადმინები ჩაგიგდებენ მეგობრებო ამ სერვისების ჩამონათვალს და ფასებს. ვინც ვერ დაესწრო ჩვენს ლაივს, რა თქმა უნდა შევინახავთ ჩანაწერს და რაც შეეხება პროდუქციას. წმინდა ხე პალოსანტო გვაქვს მეგობრებო მარაგში, ასევე თქვენი საყვარელი შალფეი, ანუ სეიჯები, წითელი ფერის და თეთრი ფერის. წითელი ფერის რა თქმა უნდა აბითვარის განგვიცავს და თეთრი ფერის წმინდავს აურას მარაგში გვაქვს, ასევე ფინანსების მოსაზრდი ჩხირები გვაქვს მარაგში მეგობრებო და აურის გამწმენდი არომატული ჩხირებიც და შესაძენად უნდა მოგწეროთ პირადში და რა თქმა უნდა მეგობრებო თქვენი საყვარელი ტიბეტური თასიც ასეთი კომპაქტური ზომის გვაქვს მარაგში და ტრადიციულად ახლა დავუკრათ და დამიწერეთ რომელ ჩაკრაზე გრძნობთ ვიბრაციას. და ტიბეტური თასის შესაძენადაც უნდა მოგწეროთ მეგობრებო პირადში. და ამ ჩანაწერს აუცილებლად შევინახავთ.